ხელისუფლების ცვლილება უნდა იყოს მაგალითი ყველასთვის, ვიც მომავალში მოდის ხელისუფლებაში, რომ მოქალაქეები მათ სწრაფად მოთხოვენ პასუხს თუ აღმოაჩენენ, რომ არ მიდიან იმ გზით, რასაც ეუბნებოდნენ. ხო, ანუ კიდევ ერთხელ ისევ ცვლილებების პოტენცია რო არსებობდეს, ცვლილებების პოტენცია, მოსული ხელისუფლების ხელახლა-ცვლის შესაძლებლობა. თქვენ ლაბორატორიით ხო აკადემიური ჰანტინგტონის ფრაზაა, რომ მინიმუმ ორჯერ უნდა შეიცვალოს მშვიდობიანად ხელისუფლება, რომ ჩავთვალოთ, რომ გზაზე დგას. ჩვენთან არჩევნების და კონსტიტუციური და მშვიდობიანი გზით ერთხელ მოხდა მხოლოდ ცვლილება. ხო? და სამწუხარო რომ ამ ცვლილების შედეგად ჩვენ მივიღეთ რეაქციის პერიოდი, იმიტომ რომ რეაქციული ძალაუფლება მოვიდა, ანუ არა წინსვლის, არა იმის გამოსწორების ფუნდამენტურად, რაც ნამდვილად იყო პრობლემა და რის გამოც ნაწილმა მოქალაქეების წინა ხელისუფლება გადაირჩია ლეგიტიმურად. არამედ ყველაზე უფრო მანკიერი რეაქციული იდეების და საბჭოთა რუსულ ჭაობში დაბრუნების გზით წავიდა. და ჩვენ გვჭირდება მეორჯერ შეცვლა ხელისუფლების და მერე ამის ნორმად ქცევა და ვიმეორებ ისევ მიღწევა მიხარების სადაც ესე არ არის, რომ აიმე ცენტრალური ხელისუფლება რაც არასდროს აკეთებს და ანუ ყველაფერი იქ არის და დავიღუპეთ ფოთში, ქუთაისში ყველგან ადამიანებს უნდა ქონათ საკუთარი ძალაუფლება, საკუთარ თვითმმართველობაში, რომელიც მათ ყოველდღიურობასთან ბევრად მეტ შეხებაშია, ვიდრე ცენტრალური ხელისუფლება. მაგრამ ცენტრალურ ხელისუფლებაში უნდა იყოს დანაწევრება ძალაუფლების ისე, რომ ის დიდი ძალაუფლება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო, თავდაცვისთვის, არ იქნას გამოყენებული საკუთარი მოქალაქეებისთვის საფრთხის შესაქმნელად. რასაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღე დღეს.